ოქროს ხანის დასაწყისი საქართველოში ასე შეაფასა ანაკლიის პროექტი მშენებლობაში ჩართული ბელგიური მსოფლიო დონის კომპანიის ხელმძღვანელმა. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ინფრასტრუქტურის პროექტირება, მშენებლობის სამუშაოები უკვე დაწყებულია. და რაც შეეხება ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევას, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩინურ სინგაპურულ კონსორციუმთან წარმოდგენილი წინადადების დეტალები ზუსტდება და შეთანხმება ახლო მომავალში გაფორმდება. ლევან მორჩიაშვილი კი ამბობს პირდაპირ ეთერში. საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ინფრასტრუქტურის პროექტირება მშენებლობის სამუშაოები დაიწყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მოსაწყობად, რომელიც ქვეყნის სივრცითი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია, ბელგიური კომპანია Yande-Nulli სექტემბრიდან უკვე მუშაობს. ახალი ნავსადგურით საქართველო, ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს უმუკლესი გზით მოემსახურება. შუა დერეფნის პოტენციალის განვითარება სწორედ ქვეყნის პრიორიტეტია. პორტი საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობასა და საფრთხოებას გაზრდის. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის არის ნამდვილად სტრატეგიული პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ისე მთლიანად შუადერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით. დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს. ანაკლიის პორტი ხელში უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას. ყველა თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის განხორციელებას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყანაში წარმოებას განავითარებს და საგარეო ვაჭრობას გააფართოებს. პირველ ფაზაში პროექტის გამტარუნარიანობა 600,000 კონტეინერი იქნება, რაც 600 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. პორტი ჯამში დაახლოებით 8 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას შეძლებს. უშუალოდ მშენებლობის პროცესში სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. გარდა ამისა, ლოგისტიკის სფეროში კიდევ 1700-მდე სამუშაო ადგილის დამატებაა განსაზღვრული. ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, არამედ ეს არის მთლიანად ქვეყნის სივრცითი განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ანაკლიაში იქნება მნიშვნელოვანი საზღვაო საპორტო ინფრასტრუქტურა, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი ცენტრი ეკონომიკური აქტივობის მთლიანად ქვეყნისთვის და განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონისთვის. სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის მშენებლობაში ჩართული Yande-Nulli ეგრეთ წოდებულ დიდ ოთხეულში შემავალი მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის კომპანია, რომლის სახელსაც უკავშირდება პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში, მაროკოში, ჰამბურგის პორტის გაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. კომპანიის მმართველმა ანაკლიის პროექტს იშვიათი შემთხვევა და ქვეყნისთვის ოქროს ხანის დასაწყისი უწოდა. მაჩვენებლების სტატისტიკური მონაცემები, ინდიკატორები შთამბეჭდავი გაქვთ. ჩვენი თანამშრომლობა ამ ქვეყანასთან არის დიდი მიღწევა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველოსთან მოგვიწევს თანამშრომლობა და ამ მაჩვენებლების, ამ ინდიკატორების კიდევ უფრო გაზრდა და განვითარება. თქვენ ბევრად წინ ხართ ვიდრე ევროპა. ანაკლიის პროექტს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს იშვიათი. 10 წელიწადში ვერავინ იცნობს საქართველოს. ადგილობრივი წარმოება განვითარდება, დასაქმება გაიზრდება. როდესაც ვუყურებ ფუნდამენტურ საკითხებს, იმ მიდგომას და იმ სულისკვეთებას, როგორც ზრუნავთ ეკონომიკაზე, ვრწმუნდები, რომ კიდევ ერთი ოქროს ხანაელი საქართველოს და ნამდვილად მჯერა ამის. უახლოეს დღეებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმაგრაფიკის შესაბამისად დაიწყება დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მქონე ტალტეხელის მოწყობისთვის საჭირო ზღვაში შესაწყობი ქვის ლოდების შემოტანა სამშენებლო მოედანზე. დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი ძალისხმევით პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე შესრულდება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის მშენებლობას განსაკუთრებული მოლოდინითა და ინტერესით ელოდება ექსპედიტორთა ასოციაცია. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როგორც სატრანსპორტო სფეროსთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. ანაკლიის პროექტის განხორციელება, ავტობანის და რკინის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებასთან ერთად უზრუნველყოს გამტარიანობის თითქმის გაორმაგებას, რაც როგორც დამატებით სამუშაო ადგილების შექმნის, ასევე დამატებით შემოსავლის მიღების წინაპირობაა. დღესვე ეკონომიკის სამინისტროსა და ბელგიურ კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვით ბათუმის საზღვაო უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკას გაევლიან იმ გემზე, რომელიც ანაკლიაში დაღრმავებით სამუშაოებს შეასრულებს. ღრმაწყლოვანი პორტი კი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს.